ქედაში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან ორგანიზატორები ქედელობაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. მათ შორისაა ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც. გაიშლებას უფრო 40 ადამიანზე, საბოლოო ჯამში კი სახალხო ზეიმისთვის 7,000 ლარი დაიხარჯება. სახალხო ზეიმის ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო კუთხეები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. ამასთან ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ტრადიციული კერძებით 9 თემში შემავალი სოფლების წარმომადგენლები გაუმასპინძლებიან. დაბის ტერიტორიაზე პატარებისთვის სხვადასხვა ზღაპრის გმირებს ანიმატორები გააცოცხლებენ. აქვე დასახელდება 5 საპატიო ქედელიც. დაგეგმილია ძველი და ახალი ქედის ამსახველი ფოტოების გამოფენა. ქედელობას სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება, როგორც სპორტული, ასევე კულტურული, ასევე საბავშვო. რამოდენიმე ღონისძიება გვაქვს გათვალისწინებული. ჩატარდება საფინალო მატჩები ფეხბურთში, ფრენბურთში, ასევე გაიმართება ნარდის ჩემპიონატი. სხვადასხვა აქტივობის ძირითადი ნაწილი ტრადიციულად ქედის ცენტრალურ პარკში გაიმართება, სადაც ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება. მერიშლება ჩატარდა და ქედელობას უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, კაი იმით რა ქვია. კაი განწყობით. რა თქმა უნდა ჩატარდეს ეს ჯერ რაიონის ესე ვთქვათ სახე არის ქედელობა, ამას ესწრება ყველა მაცხოვრარი ცხოვრობს ქედაში და ზეიმობს ყველა ხალხი. ეს რაღაცა ტრადიციებს გამოხატავს, რაღაცა ისეთ ამას გამოხატავს, რომ ძველიდან მოყოლებული, რომ ნუ დავივიწყებთ თქვათ იმას, რაც ქონდა ქედას კარგი დადებითი. ზეთის ხილი, ყავა, არაყი, ღვინო, ცოლიკაური, ოსტრი და იმერული ხაჭაპური 8 ნაჭრიანი. ეს იმ მენიუს არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქედელობაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ. ცნობილია, რომ სუფრა მოწვეული 40 ადამიანისთვის გაიშლება. ქედელობა არის ის დღესასწაული, რომელიც ქედაში აუცილებლად უნდა იმართებოდეს და იმართება ტრადიციულად ყოველ წელიწადს. საუბარი არის ტრადიციული კერძები, რომელიც წარმოაჩენს ქედას, მის კულტურას და სოფლების სასტო ისტორიულ კულტურას. ქედის გამგეობის ინფორმაციით სახალხო ზეიმის ორგანიზებაზე 2011 წელს 9,920 ლარი, 2012-ში 4,982, 2013 წელს კი ამ მიმართულებით 6,499 ლარი დაიხარჯა. გასული წლის მსგავსად ქედელობის ზეიმისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7,000 ლარი გამოიყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის თანხა არამიზნობრივად იხარჯება. ღონისძიება უნდა აღინიშნებოდეს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში იმ დონეზე აცხოვრებენ ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საკუთარ მოსახლეობას, რომ ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაში თანხები აღარ უნდა იხარჯებოდნენ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა დაეხმაროს. ამ ბოლო დროს ისეთი ტენდენცია მიდის ყველაფერზე ნაციონალურ მოძრაობას თავისი შენიშვნები აქვს და ცოტა მე ხერხულად მიმაჩნია, იმიტომ რომ იყო ქედელობა დღეს არ ტარდება, რამოდენიმე წლის წინ ამ ქედელობას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა. შემოდგომა ქედაში გეგმის მიხედვით 10 ნოემბერს გაიმართება. უამინდობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიცვალოს.